გამარჯობათ ბატონებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხნო. მოდი ერთი ვიდეოთი კიდე გავამდიდოთ ქართული YouTube-ი. AKM S-ი მაქვს, აი ესეთი. ჩვენმა გამომწერმა მოგვიტანა. პოლონურია, ეგ არწივია ხათიაზეთ. არწივი ბეჯზეთ მეხატაო და ეს არის G74, იგივე AK74. ანუ ეს იარაღი, აი ეს AK. კალიბრი სხვადასხვანაირია. 7.62 და 5.45. ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან წონითაც, ბალისტიკითაც და ასე შემდეგაც. ამას მე განხილვას რო მოვხდები, პოლიგონზე ჩავალ. არაფერი მაქვს წამოღებული, ხეს ვესწრო და ვნახოთ ხეზე როგორ იმუშავებს თვითონ ეს ვაზნები. შეცვლის მიზანი რა იყო? ეს კალიბრი პირველი მსოფლიო ომის დროს ომობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს ომობდა, მე მივხვდი რომ ომის საერთოდ ეკონომიკების ომია რა. ამის მასალა თვითონ რამის ორი ესეთი ტყვია გამოდიოდა აი ამისგან. მე ფრენის ბალისტიკა, ანუ სიზუსტე, წვრილ კალიბრს უფრო ქონდა. პირველი ამერიკელები მივხვდნენ და გადავიდნენ 5.56-ზე. მე რუსებიც მივხვდნენ მაგას, ნუ საბჭოთა კავშირის მეძახი მაგას ეგ რუსები არ იყო. აი ახლა არის რუსები მარტო. არა ეხლაც არ არის მარტო მთელი ჩრდილოეთ კავკასია და ძალიან ბევრი ხალხი ყავთ ახლოვული რა. არა მაშინ ჩვენც ახლოულები ვყავდით. და მე საბჭოთა კავშირმა დაიწყო აი ესეთი ვაზნების გამოშვება. მოდი ვაზნებს შევეშვათ, ჭიდები ვიზუალურად თითქმის ერთ და იგივეა რომ შეხედოთ. ანუ ვცდილობდნენ რომ პლასმასები ახლა ამას რო ეს არა, აი ხედავ თითქმის ერთ და იგივე ისაკეთებს შეიძლება ის რა ქვია. ჩარხი ამებს თუ რავი, ყალიბი. მოდი ახლა ვნახოთ შიგნით რა ხდება. ამას ეგეთი რაღაცა აქვს, აი ღილაკი აქვს, აი ამაში. ღილაკს დააწვევით და აი ეს გაიხსნა. მე ეს მხარზე მისადები. ამის მინუსი ისაა რომ ტელესკოპური არ არის. ბატონ დავის დავაჭინე ხელში და რაღაც ესე ეჭირე, იმიტომ რომ ბავშვია. ჩემთვის ახლა ეს არის სტანდარტული რა, მოდი ესე ვთქვათ მედიუმს რო ეძახია, საშუალო ზომის კონდახია. მინუსი ესა აქვს რომ ტელესკოპური არ არის, თუმცა ამ მოდელზე შეიძლება ტელესკოპურის დააყენო, აი შეიძლება გაიხრტოს და ტელესკოპური მიუყენდეს. ტელესკოპური ნიშნავს აი ამას. როცა კონდახია ესეთი რაღაცაა და როგორც გინდა შენ ხარზე გაისწორებს, გინდა შენობაში ახლოდან, გინდა რაღაცა შორ ჩარზომაზე აი ეს. ამასაც ხის კონდახი ეყენა, მოხსეინ დაუყენე ეს ტელესკოპური. ასე რომ გირჩევთ თუ ამას ხელში ჩაიგდებთ რომ ეგ გქონდეთ. ხელზე ყოჩაღია, მოდი ახლა შეგ დავშალოთ და ვნახოთ შეგით რა ხდება ამაში. დაშლის დროს თუ დააპირებთ. აი ესე დაალაგე და რა თანამიმდევრობითაც დაშლით. იგივე თანამიმდევრობით აწყეთ მე უკან რა. ესე. არასრულად დავშლი. ესე. ეს თეთრია, რატომღაც ეთყობა რაღაც გამოუყენებელია ესა. თუ გუშის აი ეს ნაწილი მოძრაობს, ანუ ირყევა. უნდა ირყეოდეს რა, ანუ არის ფიქრობთ რომ ეს გაფუჭებულია. მე პატრონეს იმდენი ზეთი წაუსვია რომ გაუმართლებლად მეტი. იარაღი თუ გაქვთ ზედ აი ესე ზეთი არ წაუსვათ რა. არ შეიძლება. ის ხო არ არის კაცო, რაღაც ის საკის არის რომ დავზეთო და ეგრე დავტო. ამ ზედში მე მტვერი ჩავა, ზედ მიაკვდება და დედაც ეტირება. არ შეიძლება ეგეთ რამეს გაკეთება. მოდი ახლა ამას დავშლი.
ეს კი დამიშლია, მოდი ახლა ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ. მე ახლა რა მაქვს შეცვლილი? აი ესა მაქვს შეცვლილი უკან კონდახი ტელესკოპური მიყენია, აი ნახეთ რანაირ რაღაცა. აქაც შეიძლება რამის დაყენება. ანუ კონდახზე შემიძლია ლაზერი აქ დავაყენო ან ფანარი, ან რაღაცა. ან შეიძლება პატარა ჯიბესავით. ყველა ვარიანტი ეს აქვს. თუ არ გინდათ ჭანჭეკები აქვთ მოხსნით. ანუ ეს ძალიან ბევრნაირია. კიდე არის აი ესეთი რაღაცა. იხსნება, აქ შეიძლება ტილო შეინახოთ ან რაღაცა. თავის ტკივილის წამალი და ასე შემდეგ. ესეც გამოცვლილი მაქვს. აი ეს ზემო და ქვემოთ. იმიტომ რომ ქვემოდან შემიძლია რომ ესეთი რამე დავუყენო. ავტომატი ესე იყოს და ზემოდან შემიძლია დავუყენო ესე რაღაცა. ოპტიკა. ახლა აღარ მინდა გასწორება. ანუ აი აქ გვერდიდან კიდე ფანარი შემიძლია დავუყენო. შეხედეთ. ფეხებიც აქვს, რომელიც ძალიან მოსახერხებელია რა, ჩამოსადები რაღაც არის, თან ეს რეგულირდება, თუ არ გინდათ ამას. უბრალოდ მოკეცავ და უკან. ეხლა რავი, რომ მომწეროთ, სად იყიდეო, ძალიან დიდი ხნის წინ ვიყიდე ესა რა. ისრაელის გამოშვება. შეგიძლიათ აი ესე გააკეთოთ, აი ხელი მოკიდოთ. ფეხები არ იქნება. ესე დაიჭიროთ ავტომატი. ანუ მოსახერხებელია ყველა ვარიანტში. ეხლა მე რო თქვა რომ დავდივარ და არ იქა ეს მიყენია, მეთქი არ მიყენია, მაგრამ თან დამაქვს. მოსახერხებელი, ანუ ეცადეთ რომ იარაღი ისე გადააწყოთ, რომ აი ეს პიკატინის თამასები კონდეს რაც შეიძლება ბევრგან. იმიტომ რომ რა ვიცი, რა არ ხდება და რა არ შეიძლება ხელში ჩაგივარდეთ. ამას ეხლა ეს გამოცვლილი აქვს აი ესა. ესენი იყიდება პლასმასისა, ანუ ბევრნაირი ვარიანტები იყიდება რა, აქსესუარები. თანაც შესასვლელი არაღი არ არის და მგონი ეგ უნდა წესით ჩამოვიდეთ, რომ იყიდოთ, ამას შეულებრივ გამოცვლით. მოდი აბა ეხლა ამას დავშლი. და უბრალოდ თვალი გადაავლეთ. ნაწილებს. ეს არის აქეთ, ამას ახლა ეს აქიდოს, ეს აქიდოს. ვეზე შევადარი ამას, აი შეხედეთ. ანუ აბსოლუტურად ერთნაირია კალიბრის გარდა. შეხედეთ. სიგრძე, მოცულობა და ასე შემდეგ. ერთია, ანუ სხვადასხვა მეტალია და ეს ცოტა სქელია, ოდნავ. ესენიც ორივე ერთნაირია. კიდე ახლა ამას რა აქვს? დგუში და აი დგუშს გავუკეთებ ახლა ამას და გაჩვენებთ. რაღაცა დამეხვა რა ამის ზედავადერი. რულ არის გახრეტილი ავტომატის. ხოდა ანუ უყურეთ სროლის დროს აქ ლულა ხო გახრეტილია, გაზი ამოდის ამაში და უკან ისვრის აი ამას არტყავს. ეს თვითონ დგუში ჩამჯდარი აი ეგეთ რაღაცაში, აი ესეთი მილია ჩოულებრივი ამაში. მაგრამ თლიანი გაზი რო წამოვიდეს, ანუ ლულა როგორ არის მოწყობილი, იცი? ქვემოდან სქელია. ბოლოში ვიწროვდება, ანუ ტყვია რო გაწუროს. აქ ლულაში ძალიან დიდი ტეის გროვდება რა, გაზი. ანუ იმხელა ძალა აქვს, რომ ტყვია ხომ მიფრინავს. სანამ ტყვია გავა, ეს უკან არტყავს, აქედან გაზი ამოდის, თვითონ დგუშს არტყავს. და აი აქ ნახეთ, ეს არის დახრეტილი. ანუ ერთი დარტყმა ამას რო უკან გამოისვრის, აი ამას. ამ მილში წნევა რო არ დაგროვდეს, აი ამ პატარა ნახრეტებიდან გაზი გადის.
დროში არაჯანსაღი ის არ შეიქმნოს, რა ქვია. წნევა. იგივე აკა 74-ზე, აი შეხედეთ. ესეთი რაღაცა. კიდე რა შეიძლება დააყენოთ იარაღზე? შეხედეთ, ახლო მოიტანე. აი ესეთი რამე, უყურეთ. აი ეს მოძრაობს. ეს მე თვითონ დავაყენე, შემიძლია გავადრო, შემიძლია ისევ დავუყენო. აქ ფოსფორი აქვს. ტუღამია და აქ აჩვენე. აი ესეთი რაღაცა მიყენია, უყურეთ, ამას წამოვწევ წინ. აი აქაც ფოსფორი აქვს. ანუ სიბნელეში რო გავხედავ, ორ ანთებულ წერტილს ვხედავ. ამას ჩამოვწევ და ბევრის ვერ მიხვდება საერთოდ რა მაგ ანუ აღარ მიშლის ხეს დღის განმავლობაში შემიძლია გამოვიყენო. ასე რომ ორივე იარაღი თვითონ აი ეს კოლოფი იარაღის აი ეს დეტალები ყველანაირად ცდილობდნენ რომ გაეკეთებინათ ერთნაირი ერთი და იგივე ქარხანა აკეთებდა რომ არაფერი არ ეწვალათ რა. კიდე რა უნდა მეთქვა. ამ ორი სანამ ავაწყო. ამ არხზე არაფერი არ გამითამაშებია და აი ესე დანა ჩამივარდა ხელში. მინდა რომ ეს გავათამაშო. ამ ვიდეოს ვინც დაალაიქებს და სამ სიტყვას მაინც დაწერს კომენტარში. მე სპეციალური პროგრამა მაქვს. რაღაც პაკეტ ვინერი თუ რაღაცა ქვია, მოკლედ იმაში ჩავაგდე, მაგასაც გადავიღებ. იქ ნეპოტიზმი და არ იქა ჩემ ბიძაშვილს მეც ეგეთი რა რომ დომე და ბიძაშვილს ავიღებ და მიცე, მაგრამ არა მინდა რომ ვიღაცა ჩვენმა გამომწერმა მოიგოს რა. აი ესეთი დანა არის გერბერი. და ციდან ვარსკვლავებსაც წვეტას მეთქი რო გითხრათ? არა, მაგრამ აი ესეთი კაი დანაა, დარეზინებული. ფანარი მოყვება, რატომღაც არ ვიცი, ფანარი რატომ მოყვება. ესე ცეცხლის დასანთები მოყვება. ავაცადოთ. აი რამის ცეცხლი მომეკიდა. მოკლედ აი აქ აი სპეციალური ისა. გამოუყენებელი, აი ახლა მე პირველად გადავისავქენი, რა ქვია. გაბერძკლები გავაყრევინე. ესეც კაი ყოჩაღი რაღაცაში დევს. თვითონ ჩასადებს აქ. შიგნით დანა კიდე მეორე, რავი, რაღაცა რომ მოხდესო თოკი გადაჭრათ. ტყეში სატარებელი კაი დანა, აი ეს რკინა აქ უკან. აი ყოჩაღი კაი ძლიერი დანა. ვინც ხო და კომპასიც უყენია. თუ დაგჭიდათ, აი პატარა კომპასი უყენია. და კიდე ერთი მუღამი აქვს რომ აი აქ აქვს სალესი. ანუ დანა თუ რამე დაბლაგვდა შეგდეთ ამოიღო და პირდაპირ სალეზე გააკეთო. საკიდებელი აქვს. მეტი რა. აი ესეთი რაღაცა. აქ პატარა ჯიბესავით აქვს. შეიძლება რაღაცა ჩადოთ კიდე. შეინახოთ. აჰა. ეს დანა თქვენ გელოდებათ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ვინც ამას მოიგებთ რა. ეს. ეხლა. აი ყუთით გადმოვცემთ. ეხლა ამას უკან ავაწყობ. კიდე რა უნდა მეთქვა? იარაღი. რომელიც ავტომატური იყო და მე გადაყვანილია იმაზე, რა ქვია, ერთეულ გასროლაზე. აი მის ჩადება არის ცოტა ხლაფოთი რა, რომ უნდა ჩააწვეთ მაგრა რა, რომ შესვით. ხელის ის არის, რა ქვია. ამის დანაღმა შეიძლება კიდე ერთხელ ტყვია აიღებთ ტყვიას. აი ამას ჩააგდებთ. მერე გავუკეთებთ ამას. ჩათვალე იარაღი დაინახო. ვინც გაიცვრის იმას დედა ეტირება. და თქვენ სხვის იარაღს ხელი არ მოკიდოთ რა, თუ რამეა შარი არ მოხდეს. ითუმეტეს თუ ტრის ტერიტორიაზე ხართ სადმე შესულები და შეიძლება ძალათი დაგიგდონ. შენი. აჰა. კაი, ძლიერი ზამბარო უყენია. აი ესეთი კაი იარაღია. პოლონური რუაგერ. აქ ნიჩაბივით ამოსაგდები აქვს, აი გავუკეთებ ჭიც. ტყვი არადებში გა. აი ესე გამოიყურება, აი.
საიგას ნამდვილი ჯობია რა ჩემთვის ვეპსაც რა ვიცი რა ეს პოლონელები როგორ იქნება მე მუშაობაში არ ვიცი ახალი შემოსული ეს იარაღი ღირდაო მე პატრონემ 3900 ლარიო ასე რომ გაიე გაძვირდა იარაღი რა არა ვისაც გიყვართ ამას იყიდით გექნებათ რავი რა თქვენ ამას ვერ გაცვითავთ ეს ამასაც უცებ ავაწყობ მე ჩავიტან იმაში რა ქვია ხეს ვესრულოთ გამხმარი ხემებულება ცოცხალ ხეს არ ვესვრი და მოგლეთ ამ ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის შემდეგ დავდებ შორტ ვიდეოს ყურადღება მიაქციეთ შორტ ვიდეო არის მოკლე ვიდეო მე მოკლე ვიდეოს ჩავიწერ და დავდებ იმას რა ქვია ვინ გაიმარჯვა მე რავი შემომეხმიანეთ და აჰა ეს დანა შუაში დავდოთ ესე რო ვათამაშებთ თამბლაინს რო ეძახიან მაგისთვის გავაკეთოთ სურათი ესე და აი ესე ნა მოგლეთ ეს იყო აკა ემისა და აკა ეს აკა ემები ანუ აკა თვითონ 47 წელი შეიქმნა ეს 74 წელს ანუ აკა 74 წელი იმიტომაც ქვია აკა 74 მოყვარულზე კიდევ ერთ ვიტყვი კალიბრი ამ შემთხვევაში აი ეს ჩემი ჯობია იმიტომ რომ საბრძოლო იარაღიდან არის გაკეთებული მაგრამ ეს პოლონური არ ვიცი შეიძლება ესეც საბრძოლო იარაღიდან იყოს იმიტომ რომ ეგენი ხა ნატო სტანდარტებზე გადავიდნენ და მაგათაც მილიონობით ავტომატი ქონდათ სადღაც ხონდა წაიღო და მე ვფიქრობ რომ პოლონელები მაგარი ისეთი ხოჭო ხალხია კაი გაგებით ვიძახი და როგორც ჩეხებმა აიღეს და საბრძოლო იარაღები დაიწყეს სამოქალაქო ვერსიები დაამზადეს და ყიდიან ეხლა წავიდეთ გათამაშებას ყურადღება მიაქცეთ და ხრეტაზე ვისრულთ მაშასე იარაღები ნახეთ რომ შევადარე მოვედი ისე უსაფრთხო ადგილზე სადაც ვისვით ხოლმე ჩვენი პოლიგონს ვეძახი ხრამი ესეთი ხევი მოსახლეობიდან არის 15 კილომეტრით მოშორებული ანუ 7.62 5.55 შევადაროთ ერთმანეთს ორივე სანადირო ტყვია ასე რომ საბრძოლო ტყვეები არც არის არც გირჩევ თუ ვიღაცა შემორჩათ ომი და რაღაცა მიიტანეთ პოლიციას ჩააბარეთ იმიტომ რომ ეგ არ არის კაი რომ შეინახოთ ცხოველს ამითაც ძალიან ადვილად მოკლავთ ჩავდე ის მოდი ახლა ვნახოთ რას ვესვრი გატანაზე ტყეში არ მინდა ვესულო ცოცხალ ხეს ამიტომ აი ესეთი რაღაცაა სადღაც 50 სანტიმეტრი სიგანი აქედანა ჩვენი რა აი აქედან სადაც ერთი 50 სანტიმეტრი მაინც არის სიგანი თავში დამპალია მაგრამ აი აქ ძირთან არის ფესვის მომპალი აქ აი აქ არის ყოჩახი აი აქ ვესვრი ორივეს და ეს ცოტა სხვანაირად ისინჯება წესით არის სპეციალური ბალისტიკური გელი სადაც ტყვიებს ესვრიან მაგრამ რახან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ მაგის საშუალება არ აგვაქვს თუ ვინმე საგახ მოგვაწოდე ძალიან მადლობელი დაგჩებით მოდი ჯერ ვესრულოთ 5.55 და ნახოთ როგორ დააზიანებს აი აქ მოხდა აი აქ და აბა ახლა ეს ვესულოთ სანადირო შვიდი მთელი 62 ო რა უნდა მეთქვა ეს არ გაიმეოროთ რა აჰა
აი ახ მოხდა. და ამან გახვიდა. მოდი. არა, ორივეს გაუხრეთია. მოდი უკიდე მეორე. ანუ აი ეს არის 7.62 აქედან გამოვიდა. აი ეს არის 5.45. ანუ აი ეს მყარი ხე ორივე ტყუიამ გახვიდა. რამაც მე საგონებელში ჩამაგდო მეგონა ერთ-ერთი ისე ვერ გამოხვიდავდა. რაც საკვირველია, ამან უფრო მაგრა დააზიანა ის რა ქვია, თვითონ მერქანი, დიდი კალიბრი რომელიც არის გამოხვიდა. იმისი არ იყოს, ხო იცი, გიორგი სააკაძე რო ისრის აძლევს და გახრე რო გატეხავს ისა და გაატეხე შეშობელძავრო. ორივემ გახვიდა. ეხლა ტყეში ვარ, ქაღალდები არა მაქვს. ქაღალდებს ვიყიდი იმას, რა ქვია, აოთხებს. ეთი 10 წელს დავდებ რა, ბოლო და ვესწრი რა და ვინამდეს გახვიდავს ეგრე თორე ესე 40 სანტიმეტრი ხე გახვიდა ორივე. იმიტომ ვიძახი ტყეში თუ რამე მოხდა სროლაში მოყევი და რაღაც. არ იფიქროთ ხეს მოვიფარები და არ გახვიდავს. დედას უტირებს ორივე ხვიდავს. აი ემხელა ხეს. ნუ ეხლა თუ რაღაც უშველებელი ხია შეიძლება ვერ გახვიდოს, მაგრამ ნაც უფრო ადვილად ახვიდავს და ფრთხილად იყავით ხეებთან. სოლიზოს ხის ქვეშ დაწექით და ისე გაყავით. აი ესე დავდექი და მოვეფარე კინოებში როა ხოლმე. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დრო ინდელ კინოებში პეპეშას ტყვია ტეტეს ტყვია იყო იგივე და შეიძლება იმ პისტოლეტის ტყვიას ვერ გაიხვიტა მართლა, რომ ლუგერი ამ ხელა რაღაცას ვერ გახვიტავს. გერმანები ლუგერს ისვოდნენ და ტეტეს ტყვიას ისვოდნენ საბჭოთა კავშირის ჯარისკაცები. ნუ აი ეს იყო ხრეტაზე ორივემ ჩაულებრივ გაიარა ტესტი, ანუ ორივემ გახვიტა. მერე სხვანაირ რაღაცას ჩაუტარებ. ამით კარგად ვზარდებოდეთ, გამოგივიდობით შემდეგ ვიდეომდე. ორივემ გახვიტა ხა.